დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეა მთავრობა დიპლომატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა რედისონში გამართა. უკვე ცნობილია, რომ მოხდება გაეროს კონვენციის რატიფიცირება და ქვეყანა ახალ სამოქმედო გეგმაზე გადავა. მთავრობა მუშაობს სტრატეგიაზეც პირველი ნაბიჯი იქნება ინფრასტრუქტურის შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. საქართველოს მთავრობამ 2013 წელი გამოაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად. მთავრობამ აქტიურად ითანამშრომლა პარლამენტთან და საქართველოს პარლამენტი სულ მალე მოახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის რატიფიცირებას. გარდა ამისა, მთავრობის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა და უახლოეს დღეებში დამტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა. ჩვენ უკვე მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული პარაოლიმპიურ კომიტეტთან და ჩვენი მებრძოლები, დაჭრილი ვაჟკაცები მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენს ქვედანაყოფებში, სხვადასხვა ბაზებზე, ასევე დავგეგმეთ და მომავალ წელს განვახორციელებთ, რომ ყველა ამპუტირებულ ჩვენს ჯარისკაცს გაუკეთდება სრული რეაბილიტაცია მაქსიმალური ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროტეზირება, უახლესი თაობის პროტეზები და ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სამსახურებს. როგორც კი ხელი მოეწერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც იდვალისწინებს ადაპტაციის საკითხებს, ყველა საჯარო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულნი იქნებიან 5 წლის განმავლობაში საჯარო შენობების, ნაგებობების და საჯარო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა მოახდინონ და ადაპტირება მოახდინონ ამ ნორმებთან და მოიყვანონ ისინი შესაბამისობაში. ჩვენ მეთვალყურებას გავუწევთ იმას, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ეტაპობრივად განახორციელონ ეს ყველაფერი.